მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელს-ხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, რადგან ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარისხილ კი რათა არ გამოგცეს ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა კი დავიწყოთ. გიორგი ქოჩორაშვილს სპორტინგში სათამაშო დრო არ ეძლევა და მის წასვლაზე აქტიურად იწერება. პორტუგალიური გამოცემის ლეონინის ინფორმაციით ლომები ქოჩოს ზაფხულში გაყიდვის მომხრე არიან და ქართულ ფეხბურთელს მსურველიც გამოუჩნდა. ლევანტე გიორგი ქოჩორაშვილის დაბრუნებას მომგებიან ვარიანტად განიხილავს, მაგრამ სპორტინგის მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდას არ აპირებს. ჩვენ ექსკლუზიური ინფორმაციით ესპანურ კლუბს ნახევარმცველის გადაყვანა ნამდვილად სურს, მაგრამ 5.5 მილიონი ევროს გადახდას არ გიგმოს. წერს ლეონინიო. პორტუგალიური გამოცემა დასცენს, რომ სპორტინგი ქოჩორაშვილის გასაშვებად მზად არის, რადგან მან ადაპტაცია ვერ გაიარა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას უჭირს. ლომების მთავარი მოთხოვნა ჩადებული ინვესტიციის სრულად ამოღებაა, რაც სწორედ 5.5 მილიონ ევროს შეადგენს. ცნობისთვის მიმდინარე სეზონში მას პორტუგალიის ჩემპიონატში 14 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ჩემპიონთა ლიგაზე კი 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ტრანსფერმარკეტზე მისი საბაზრო ღირებულება კი 6 მილიონ ევროს შეადგენს. თურქულ პრესაში ზურიკო დავითაშვილზე აქტიურად იწერება. წარსულში ქართულ ფეხბურთელს ტრანსბონსპორსა და ბეშიქტაშს უკავშირებდნენ და ამ კლუბების ინტერესზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ფანტოლკის ინფორმაციით ბეშიქტაში დავითაშვილის კანდიდატურა სერიოზულად განიხილავს და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს. შავთეთრები აანალიზებენ, რომ ზურიკოს სხვა მსურველების ყავს და გეგმავენ კონკურენტებს აჯობონ. ტრანსბონსპორის ინტერესი მაილეთი წერს და აცხადებს, რომ კლუბის მიზანი გარემარბის პოზიციის გაძლიერებაა. თურქული გამოცემის მიხედვით ტრანსბონსპორმა ტრანსფერისთვის თანხა გაამზადა და თანახმაა სენტ-ეტიენს 10-დან 15 მილიონ ევრომდე გადაუხადოს. სავარაუდოდ მწვანეები წინადადებას ზაფხულში მიიღებენ. ცნობისთვის დავითაშვილის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 24 მატჩში 12 გოლი და 4 საგოლებასია. ტრანსფერმარკეტის შეფასებით ქართველი გარემარბის საბაზრო ღირებულება 10 მილიონი ევროა. ესპანურ პრესაში ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ელ ჩირგუნიოტოს ჟურნალისტმა ალექსმა ატლეტიკოსა და იან ობლაკს შორის შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა და გიორგი მამარდაშვილი გახსენა. სილვესტერს მიხედვით ობლაკის გაფორმებით საუდის არაბეთის ჩემპიონატის წარმომადგენლები ინტერესდებიან. სლოვენიელი გოლკიპერი როხი ბლანკოსის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და მათ ზაფხულში გუნდიდან წასვლის თაობაზე ესაუბრება. 23 წლის მეკარემ საუდელებისგან წინადადებას მიიღო და იმედოვნებს, რომ მადრიდელები მას გაუშვებენ. სილვესტერსის მიხედვით თუ ობლაკმა ატლეტიკო დატოვა, დიეგო სიმეონეს გუნდი მამარდას გადაყვანას შეეცდება. როხი ბლანკოსი ქართულ მეკარეს საკვირდება და მის გარშემო შექმნილ ვითარებას თვალს ადევნებს. რას წერს გამოცემა? მადრიდის ატლეტიკომ შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე აღმოჩნდეს მეკარის პოზიციაზე. გუნდის ძირითადი მეკარე იან ობლაკი დიდი ალბათობით კარიერას საუდის არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული კლუბი ამ ეტაპზე უცნობია, ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ საუდის პროლიგა კვლავ აქტიურად ცდილობს ევროპული ტოპ ფეხბურთელების გადაპირებას და ობლაკის შესაძლოა ამ ტენდენციის ნაწილი გახდეს. ობლაკის წლების განმავლობაში ატლეტიკოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. მისი სტაბილურობა, რეაქცია და ლიდერული თვისებები გუნდის დაცვის სიმყარეს მნიშვნელოვნად განაპირობებდა. სწორედ ამიტომ მისი შესაძლო წასვლა სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს მადრიდული კლუბისთვის, რომელსაც ღირსეული შემცველის მოძიება უწევს. ერთ-ერთი მთავარ კანდიდატად კი სახელდება გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ამჟამად ლივერპულის ღირსებას იცავს. ქართველი მეკარე გამოირჩევა მაღალი დონის თამაშით და არაერთხელ გახდა თავისი გუნდის გმირი. მისი ფიზიკური მონაცემები, რეაქცია და კარის ხაზზე დამაჯერებლობა მას ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მეკარედ აქცევს ევროპაში. ატლეტიკოსთვის მამარდაშვილის დამატება შეიძლება არა მხოლოდ აუცილებელი ნაბიჯი, არამედ გრძელვადიანი ინვესტიცია აღმოჩნდეს. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად მას უკვე აქვს ესპანეთში ასპარეზობის გამოცდილება, რაც ადაპტაციის პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ არის, ფაქტია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა მადრიდული კლუბისთვის საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იქნება.
ობლაკის შესაძლო წასვლა და მამარდაშვილის ვარიანტი ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა, როგორც ესპანურ, ისე ქართულ საფეხბურთო სივრცეში. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ობლაკს ატლეტიკოსთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე ეკავშირებს. ტრანსფერმარკეტზე მისი საბაზრო ღირებულება 17 მილიონი ევროა, რაც შეეხება მამარდაშვილს. წარსულში რამდენჯერმე დაიწერა, რომ გიორგი მცირე სათამაშო დროით იმედგაცრუებულია და ალტერნატიულ ვარიანტებზე ფიქრობს. ბოლო დროს ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინგლისის პრემიერ ლიგიდან ინტერესი სააგრძნობლად არის გაზრდილი. უკვე დაიწერა ჩელსის, ლივერპულისა და მანჩესტერ იუნაიტედის დაინტერესებაზე. სულ ბოლოს კი სიას ლონდონის არსენალის შეემატა. წამყვანი ბრიტანული გამოცემები მეთოფეების მხრიდან ხვიჩას მიმართ სიმპათიებზე საინტერესო სიახლეებს ავრცელებენ. The Independent-ის ცნობით არსენალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შემადგენლობის ძირეულ განახლებას გეგმავს და მათ ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ხვიჩა კვარაცხელიას წარმოიდგენენ. თუმცა ქართველი თავდასხმელის PSG-დან წასვლა ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას. დატოვებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია პარიზულ კლუბს, ამ ზაფხულს იმის გათვალისწინებით, რომ მას პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს, ჯერ საკითხავია. ქართველი შემტევი არსენალის პოტენციურ კანდიდატთა სიაშია, რომელთა შეძენასაც ლონდონური კლუბი მომავალი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის მნიშვნელოვანი გაძლიერების მიზნით გეგმავს. ლონდონელები ამ ზაფხულს ფეხბურთელის გაყიდვას და ფინანსური ბალანსის დასაცავად ერთის საკვანძო მოთამაშის დათმობასაც განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება შესაძლოა თავდასხმის ხაზს დაეთმოს. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში მისი გამოსვლა არასტაბილურია, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის დიდ მატჩებში საუკეთესო წარმოაჩინა თავი. Sky Sports. არსენალი ზაფხულში 25 წლის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესაძლებლობას სწავლობს. თუმცა პარი სენ-ჟერმენის ფორვარდთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება სავარაუდოდ საკმაოდ რთული განსახორციელებელი იქნება. PSG-ში ქართულ ფეხბურთელს კლუბის გრძელვადიანი პროექტის ქვაკუთხედად მიიჩნევენ და წყაროები მას თითქმის ხელშეუხებელ მოთამაშედ ახასიათებენ. მიუხედავად ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კვარაცხელიას წარმომადგენლები მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. ეს კი არსენალს აძლევს შანსს განიხილოს შეტევის ხაზის გაძლიერება მომავალი სეზონისთვის. არსენალს სურს შეტევის დასკვნით ფაზაში მეტი კრეატიულობა და ინდივიდუალური ოსტატობა დაამატოს. კვარაცხელიას პროფილი კი სრულად შეესაბამება ამ ამბიციას. დასვის ხაზის გარღვევისა და უმაღლეს დონეზე თამაშის ბედის გადაწყვეტის უნარმა მისი რეპუტაცია კიდევ უფრო გაამყარა. განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ჩელსის წინააღმდეგ ჩატარებული 17 მატჩის შემდეგ. არსენალისთვის ეს მცდელობა ერთდროულად დიდ ამბიციასა და სირთულეს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კალიბრის მოთამაშის შეძენა გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებდა. მისი პარიზიდან წამოყვანა შესაძლოა ყველაზე რთულ გამოწვევად იქცეს. არსებული მდგომარეობით არც კვარაცხელია და არც PSG ამ ზაფხულს ტრანსფერზე არ ფიქრობენ. საქართველოს ნაკრების წევრს, რომელიც ცოტა ხნის წინ ეროვნული გუნდის კაპიტნად დაინიშნა, პარიზულ კლუბთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს. კატარელი მფლობელები კი ფეხბურთელის გაყიდვას არანაირ ფინანსურ საჭიროებას არ გრძნობენ. Daily Mail. ივნისში სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე საქართველოს ნაკრების კაპიტანს არაერთ კლუბს უკავშირებენ, მათ შორის განსაკუთრებით პრემიერ ლიგის ლიდერ არსენალს. 25 წლის ქართველი ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონობის გასულ წელს ნაპოლიდან შეუერთდა. გარიგების ღირებულებამ 79 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა. თავად მოთამაშემ კი საკმაოდ სარფიანი კონტრაქტი გააფორმა. არსენალი გარემარბისა და ფლანგის მცველის პოზიციებზე გაძლიერებას გეგმავს. კვარაცხელია ერთ-ერთია იმ მოთამაშეთა შორის, ვის კანდიდატურასაც ლონდონელები განიხილავენ, თუმცა მისი შეძენა არარეალურად მიიჩნევა, რადგან არც ფეხბურთელს და არც PSG-ს გუნდის შეცვლის გეგმა არ აქვთ. ჯერჯერობით არსენალს კვარაცხელიას ტრანსფერზე ოფიციალური კონტაქტი არ დაუმყარებია. მოთამაშეც და პარი სენ-ჟერმენის მტკიცედ აცხადებენ, რომ სხვა კლუბების შეთავაზებების განხილვას არ აპირებენ. როგორც ვხედავთ, ინტერესი საკმაოდ დიდია, მაგრამ ამ ეტაპზე ხვიჩა გუნდის შეცვლაზე არ ფიქრობს. არც PSG გეგმავს ქართულს შეელიოს. როგორ განვითარდება მოვლენები ამას სეზონის ბოლოს გავიგებთ. იქამდე შესაძლოა ბევრი რამ შეიცვალოს. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეო 3 ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგაუწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.